ელენე ალთმულაძე 6 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმეა ნობა არის ხატვა, ცეკვა, სიმღერა. 10-დან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ბაღში დავდიოდი ცოტა ხნის ბაღის მერე მივდიოდი ხატვას. მე ვიცი ბაჭიას ხატვა, კიდევ ვიცი გოგონას, ბიჭუნას, ვარსკვლავის, გულის, სახლის, მიკროფონის, ყოლსასმენის. ყველაზე ძნელია მთებიანი ბუნების დახატვა. ყველაზე ადვილია ყვავილის დახატვა. მე ახლა გასწავლით ყვავილის დახატვას. ეს არის ჯოხი. ეს არის გული. ეს არის ფოთლები. ეს არის თმები. და ჩვენ გამოგვივიდა დავხატოთ ყვავილი. ფოთლებს გავაფერადებთ ღია მწვანედ. მეორე ფოთოლსაც ცოტა უფრო მუქად. ჯოხსაც გავაფერადებთ ნახევარს უფრო მუქსევად და ქვემოთ უფრო ღიას. ბალახს ვაფერადებთ ღიად და ბოლოებში შავად. უფრო მუქად. თმებს ვაფერადებთ ვალდისფრად და გულს ვაფერადებთ ყვითლად. მე მაქვს 3 საყვარელი ფერი. ღია ვალდისფერი, ღია იასამნისფერი და შავი. არ მიყვარს 2 ფერი. მწვანე და ყავისფერი. ჩემი ნახატები არ გამიყიდია და მინდა გავყიდო. თითო ნახატი ღირება 1 ლარი, 2 ნახატი 2 ლარი, 3 ნახატი 3 ლარი. დღეს გამოვიყენე პირველად ჩემი ფული და დედა დაუპატიჟე. რაზე დაუპატიჟე და კაფეში აქროა. თვითონ ყავადალია და მე დამცხვარი ავიღე. ჩემი საყვარელი ტკბილია ღიმილიანი. შოკოლადია, მაგრამ კანფეტის ფორმაშია. საყვარელი საჭმელია აჭარული ხაჭაპური. მე ასევე მიყვარს ცეკვა და დავდივარ სამოყვარულე წრეში. მაგ ვსწავლობ ქართულ ცეკვას. ადრეს მეორე ქართულ ცეკვაზე დავდიოდი. ჩემი საყვარელი ცეკვაა ცეკვა ქართულ. საყვარელი ელეთია ეს. ერთი ფეხი ზემოთა. კონცერტი ჯერ არ მქონია და მინდა მალე მქონდეს. ეგეგმილი მაქვს, რომ ექნება ზაფხულში. ბავშვები ამბობენ, რომ კაბები მაქვს შეკერილი და მე არ მაქვს. მე მინდა მქონდეს ასეთი საკონცერტო კაბა. მინდა იყოს შავი, ძალიან დიდი არა, მაგრამ საშუალო და აქ კამარი. ეს კაბა უნდა იყოს მოკლე კლავიანი. მე აუცილებლად ვცეკვებ ან ვიმღერებ დიდ სცენაზე. ადრე მქონდა მიკროფონი სახში და მიჩნდა და მე დამეკარგა. დაბადების დღეზე მყიდულობენ, იმიტომ 7 ივნის ოქროს დაბადების დღე მექნება. კიდე დაბადების დღეზე მინდა მაჩუქონ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მაჩუქებენ კნუტი. ძალიან მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით კნუტები. სახში მინდა მყავდეს 1 კნუტი, 1 მაიმუნი და 1 კუბ. ხო, მაგრამ თუ შეიძლებოდა რაღაც ვიდეოები მქონდა ნაყურები, პატარა იქენც პინგვინები და ძალიან საყვარელები არიან. ჩემი საყვარელი სიმღერა ეს მუსიკაზე ვსწავლობ. დო ელთია, დო პირველია, ნოტია მეორე, მი არ მითქვამ სალამი, ფა შენს გაი მეორე. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ იქ ჩემ მეგობრებს საჩუქრებს ვჩუქნი, მაგრამ ზოგი ბიჭი კია ისეთი, რომ არ ტყამს გოგონებს. ანუ გიზებიც არიან. ჩემ კლასში ყველაზე ცელქია საშკა. ყველაზე მხიარულია ჩემი საუკეთესო მეგობარი ნინია დოლიც. ყველაზე ჭკვიანია სანდრო. ყველაზე მშვიდია ნინი. მე ყველაზე კეთილი და პრანჭია. თუ გავისვლდები, მინდა გამოვიდე მხატვარი. თუ მხატვარი ვერ გამოვალ, მაშინ
გამოვალ სალონელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მალტას სალონელი და ეხლა მხატვარიც. ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა ექიმი უნდა გამოხვიდე. ახლა მე მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ უფრო ბევრი ნივთი მექნება, უფრო ბევრი ფული და შემეძლება ჩემით სკოლაში წავიდე და მოვიდე. ბევრი ფული იმისთვის მინდა დედა, მამა, ოჯახი დაუპატიჟოსადმე და კიდე ნივთები ჩემთვის ვიყრი, თუ ან დაბადების დღეზე ვიღაცებს ვიყიდო. სახლში ცხოვრობთ მე, ძმა, დედა, მამა, ბებია. მეტი და ძმა იმიტომ და რომ უფრო დიდი ხმაური იქნება და უფრო დიდი ცელქობა. ჩემი ძმა არის 8 წლის და ქვია ნიკო. ის არის დედასთვის ძალიან კარგი ბიჭი, ძალიან ეხმარება. სკოლაში ბიჭებს აჩერებს ოჩხუბობენ დარბიან მასწავლებელმა დააბარეს, მაგრამ ისეც აჩერებდა. მათემატიკაზე პროფია, კიდე არის ჭკვიანი და ნერვებს მისლის. ინგლისს მისლის ნერვებს, რომ რაღაცას ვერ აკეთებს და მე ვიცი როგორ გამოვიღო არ მაკეთებინებს და ვეუბნები გინდა გავკეთო და ეგრევე ხმაურიანად ამბობს ალო. ჩემი აზრით ნიკო გაიზრდება გამოვა მეკარე ძალიან უნდა. მამიკო არის ღიარული ვაჟკაცი და სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი თბილი და ტკბილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. და ძმაც იმიტომ მიყიდა კატის ყელსასმენი. ძალიან მიყვარს ბებიას გაკეთებული ბლინი და დედიკოს გაკეთებული ფაფა ყველის გარეშე. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. საყვარელი მულტფილმი. ანუ ბევრი ადამიანმა აიცეს, მაგრამ ქვია კურომი. თან ჩემი საუკეთესო პერსონაჟია. ჯადოსნური ჯიხი მქონდეს, კნუწს და პინგვინს გავაჩენდი. სამოგზაუროდ მინდა წავიდე დუბაიში, იმიტომ იქ იყიდება ხრაშუნა დუბაის შოკოლადი. ყვავილებიდან მე გავარ ვარდისფერ ვალთს. წინა მონაწილემ დამიტოვა აი ესეთი კითხვა. დედა და მამამ დაწერა ფურცელზე რა სახელები უნდათ ჩემზე დააწერან, დაკუჭა და თვალები დახუჭენ, ესე შეულიან. მე ერთი აილჩენ და ეს და თუ და ამოვიდა ელენე მამას ალჩეული და ჩემ ძმის სახელით მამამ აილჩია და დედას ეწერა სალომე. ანუ ელენე ლოარმე ქასმალქმეო და სალომე. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ესეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია გოგოები ესე რჩევენ რომელი ტანსაცმელი. ბედნიერება არის, როცა ყველა ადამიანი მხიარულადაა დედასთან ერთად და ოჯახთან. კიდე ბედნიერება არის, რომ მეყოლება კნუტი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.